მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ თემქაზე და თქვენ უყურებთ თემქა ბიჩის განხილვას. ფუში არასწორი. და რა ჭირს ამას მურთო? გაიკატავებ ძმობას. გამანაწილებელი რეზერვუარი. რო ვერ გევიკეთ, მე დავა YouTube-ეთ და რო დავა YouTube-ეთ, ქე დავასვარკეთ, აგერ აყენია ყოლისფერი ისე არის, როგორც ინდორფილებში. ესე იგი, სულავა თუ დააკომენტარებს, ბექის მანქანას გავუკეთებ. რა? გამარჯობათ, ხალხო. ეს ვიდეო როდის დაიდება ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიზიარებ ყველა ქართველი ადამიანი და ყველა ქრისტიანი ადამიანის წუხარებას და ალბათ რელიგიასაც არ აქვს მნიშვნელობა. იმდენად შეაყვარა ყველა ადამიანს თავი ილია მეორე. მაგაზე ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ, როგორი ადამიანი გამოვაკლდება საქართველოს და გუშინ ვიყავით ზუსტად პანაშვიდზე და 6 საათის განმავლობაში ვიდექით ისე რომ არ იწროდა ხალხის რაოდენობა და ნაკადი არ ილეოდა, რასაც ქვია რა. მაგითი გაგვაერთიანა, რასაც ქვია. მოკლედ, ამ ვიდეოში რას ნახავთ? ესე იგი, რა შეწელი ბაჩოკი ჩამოსული რაც იყო, მაგას დავაყენებთ. უკანა რეგულირებადი სტержინები ჩამოვიდა და იმასაც დავაყენებთ სვეიბარს, რაც წინაზე ვერ დავაყენეთ. რაღაცა ამ ზეთის ტემპერატურის დაჯიგს ისევ პრობლემა აქვს რა. შიგადაში გურევს ხოლმე, ხან სწორად აჩვენებს, ხან სწორად არ აჩვენებს და მოკლედ დიოს უთხარი და ელექტროობასაც ყველანაირად შევამოწმებთ, რომ რაღაც მგონია, რომ სადღაც შეიძლება გადაკექილია ან რაღაცა და მაგის ბრალი არის რა, ხან სწორად აჩვენებს, ხან ესე თამაშობს სტრელკა და ირევა რა, მოკლედ. არ ვიცი რატო. ხო და ეგეც შესამოწმებელი გვაქვს აუცილებლად რა. დღეს თუ ვერ მოვრჩით, რავი, შემდეგ დღეებსაც გაჩვენებთ რა, იმიტომ რომ საქმეები ბევრია და მირჩევნია ბარემ გავაკეთოთ მანქანა, ყველაფერი წესრიგში იყოს და სულ მალე ახალი ნაწილები კიდე გზაშია რაღაცეები, რაც SES Sonic-მა გამოგვიგზავნო და ძალიან დიდი მადლობა SES Sonic-ს ესეთი საპორტისთვის. ესე იგი, სულავა თუ დააკომენტარებს, ბექის მანქანას გავუკეთებ. რა მე რაღაც უნდა დაიწყე, მეთქი გაუკეთებ რაღაცას აპირებდა მეთქი. მოკლედ მიმდინარეობს გადალაგების პროცესი. ეს 325-ია გააკეთეს. აქეთ რაღაცეები დგანა და ველოდებით ჩვენს რიგს. აქ მოვედით და ვხედავთ ვასკას მანქანას, Wrangler-ს. მურთო ახადა ერთი კაპოტი რა ჭირს ვასკას მანქანას. და ჩემი პატარა, რომელიც იყურება დაბღვერილი, გეგონება მე რამე არ მივეცი. ფუში არასწორი. და რა ჭირს ამას მურთო? გავიგე, მაგრამ აქამდე შეგეხედა შეჩემ. ემი ყოფილა ბიჭო. გაიკატავებ ძმობას. ეს არის რაც გქონდა ხალხო. რა შეიძლება ბაჭყის შვანგი და რაღაცაები რა. და ეს არის რაც ჩამოვიდა. ესენი გქონდა გიო წინაზეც. ეს ვიცი რომ გქონდა. ეს ჩამოვიდა რა. ესენი გამოგვიგზავნეს, მაგრამ ბაჩოკი არ გამოგვიგზავნეს თვითონ. გამანაწილებელი რეზერვუარი. რეგულირებადი სტержინებიც აგერ გვიდეებს. გვიდენა. რაც წინაზე დაგვაკლდა მოკლედ სავარაუდო და ხარცი ფიქრებდნენ რომ რალამაზი პულტები აქვს. აქ ისე ჩახო, ბოლოს გავუყრი და უჭერი. არც იფიქრებდნენ რომ ეხა საქართველოში სიტყვაზე არის შოუება ესეთი რაღაცეები რა. ეს არის გიო ბაჩო. დავაი აბა. ვა, მეტალის რა მაგარია. რაღაც პატარა ვარ. სტანდარტთან შედარებით მე მგონი ცოტა პატარად გამოიყურება. პატარა იქნება? დავაყენოთ ნახოთ. აქ რა მოყვება? იგივე მოყვა? ეს ორი გვაქვს. ორი წალი გვაქვს ზაპასად. ეს ორი გვაქვს, რომ იცოდეთ რა შეწელი ბაჭყს. ვინმეს თუ დაგჭირდებათ მეორე კომპლექტი გვაქვს. აგერ შინ თარნერი აწერია. ეს გამოგვიგზავნა SES Sonic-მა საჩუქრებს, როგორც ყველაფერი. ლამაზად გება ზუსტად ფორმა აქვს მიცემული რა, როგორც ის. რეალურად მარიაჟობაა. მაგრამ aftermarket დეტალია რა. პლასმასი არ არის, არ დაიწובה გასკდება. ეს რო უფრო მეტად გაცხელდება და უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ცხელ ტემპერატურას. ვიდრე გასკდება გალოკის პროცესი დაიწובה და ვა, საღოლ ეს ამოვჭრათ მამბორა. ბევრი დაჭმა წავიდა და არა მე ვუთხარი კიდეც გიოს თავიდან ვაკაცა რომ ეს ალუმინის როა ცხელი იქნება თქო მაგრამ თვითონ გამოგზავნა საჩუქრად. და სანამ ცხელი იქნება უკან ვიჩალით. ხო და არ ვიცი, ეგ არის დიდი ხანია გიო. ეთყობა წინაზე რო ის თქვენ შევცვალეთ რაღაცეები, ჩვენ მაშინ მიესხა და დარჩა. არა ძამი 2 და 8. 2 და 8. 2 და 8 ის. პომპის ირგვლივაა სულ ეგ
მწვანე სითხეა, იქ დაბლაც არის, იქითაც არის, აქითაც არის. ხო და ადრე ხო მოუხსენით გიო და მაგიდან. კაი, ჩემოზე. თორე დაკლებით შავი წყალი არ იკლებს კაი, არა. ჩემოზე. ამ ნიშიმოტოს ვენტილატორზე ხამუთებით არის კაბელი და არ ვარ გაიჭირდა. ის სადგას ხალასტოვის ხოდის რეგულატორი. ამის ქვეშ. რაც უფრო მეტრამეს აკეთებ, მით უფრო ემაშვება რა. ენძრევა მანქანას. იმის ყურადღებას რო არ მიექცევ და პროსტა იგაზავ და ამოისმევ, არაფერი არ დაიმართება. ჩემი ტოიოტასავით. აი ზახვადის გიოს სახლამდე ყანებით გადადის სპეციალურად რომ გამოსცადოს როგორია. ბექა წყალი გაგდის. გაჩვენ. აი, წვეთავს. ხო, წვეთავს. გუბეებში ვიარე და წვეთებს. აჰა, ეგე. ზეთი გაგდის, აი. ზეთი კი. ვერეტევიან ისინი. ეს აქამდე. უი, კაროკას ამდენი ზეთი გაგდის. ო, ზეთის ხალის ნახულო. მე რას გასდის? აუ, აქ ზეთის უგაშავებულია. შავია, ხო? არა ტეტრია. ეს ის არის, ხო? მაჩვენებელი, ხო. სერიოზული. სერიოზული. $1200 ღირსავ, ხო? აი ეს. კინა. უკანა რკინა, რომელიც უფრო მეტად აგრილებს ხიდს. დავიწყებთ ახლა დაშლა-მოსვლა რაღაცეებს და გაჩვენებთ ეტაპობრივად ყველაფერს. აქამდე დაალაიქეთ. ესე იგი, სუხოი მოიხსნა უკანა, მოხსნა დავითამ და ეს არის, რასაც ველოდეთ რა. სადაა ისინი დავით? აი აგერ. რეგულირებადი სტержინები, რასაც ველოდეთ და საჭიროც არის უეჭველი რა. უეჭველი გვჭირდებოდა აგი ამბოვი. ეს რეზინები მოყვა თვითონ რკინებს გადავიტან ძველი სუხოიდან და ეგრევე აეწყობა წესი დაუშლელად რა. ნახოთ, დავითა რაღაცეებს იმებს ატარებს მაქინაციებს. თუ ვერ ააწყობს დაუშლით. მაგრამ ჯობს ააწყოს. თორე აი ამ ვიხლობის ჩამოღება და ისე ძალიან ტვინის ბურღვა არის რა. ყველაფერი უნდა დაიშალოს ვაფშე. ესე იგი, ეს ყველაფერი არის SCS Zooming-ის შემოქმედება რა. ძალიან დიდი მადლობა SCS Zooming-ს გვერდში დგომისთვის და ნახევარი მანქანის აწყობისთვის. ეხლა დავითამ უნდა დაიწყოს აწყობა. ნათება გვჭირდება აქ, როსახეზე გამორჩა. წესი დარბჯანო. Короче, მოუგვარებელი არის BMW-ს ეს პრობლემა ხალხო რა. ყველაფერი შეცვლილი. არ იფიქროთ რომ რამე შეცვლილი არ მაქვს და რამე მიყენია 50 ლარიანი პრაგლატკები. მიყენია $120-იანი ეს ძრავის ხუფის ის რო შევცვალეთ. ეგეც რავი რა ღირდა $200 იღება. მოკლედ არ გვარდება. უნდა დაიკიდო, ნერვიულობა არ დაიწყო და მთავარია ხა რამეს არ აფუჭებს და იყოს რა უყო ხა. BMW-ს პრობლემა ეგ არის საბოლოო ჯამში. თუ ყავს უნდა იტანჯო. შენი ხვედრია რა. ანუ თან გასიამოვნებს, მაგრამ თან კაროჩე რა. თან ძალიან ტვინს ბოლოს. ჯერ ეკენდება დავით და მე სუხოი? ეს კუზაოზე დგება, ხო? ეს კი არასწორი პრინციპით მუშაობს. რეზინა რაცა აქ აი ეს რა. ხო. რეზინა უნდა იმუშაოს და არა თულკაში არ უნდა იყოს. ხტი? ხო. ეს თვლიანად. ხო, ხვდები რა სწავ. რეზინში დრეკა და თუნო მოძრაობა. ეს დადის. შოულო დაუმატოს მაგრამ. მაგის ბრალი იქნება, ვითო? აკრესებს საფრანგეთს. რო კინას დაიპრესოს. აი ეს უნდა დაიპრესოს ამაზე. და არა ამაზე. მარცხენა და მარჯვენა ხო არა აქვს მაგას? სისკია ქორტავადა. დაიწყება აწყობა და განახებთ. თქვენს რო გამოიწეროთ ეს სვეიბარები, სუხოები რა, დაგჭირდებათ აუცილებლად რეგულირებადი სტержინები. SCS Zooming-ზე დევს ეს E46 ვისაც ყავთ. იმ სამი არა აქვს მნიშვნელობა. რა მნიშვნელობა აქვს? იმ სამი იქნება თუ არ იქნება? აქვს. ვერ დადგება სიტყვა 330-ზე. დადგება, მაგრამ ახალასო ხოი სტანდარტს არ მოყვება. არა, რო არ მოყვება ვიცი კაცო, რო დააყენონ თქო რა aftermarket, ხო? ვისაც დაგჭირდებათ გამოწერა ეს რეგულირებადი სტержინის დაგჭირდებათ და უყურეთ ახლა განახებთ აწყობის პროცესს რა. რო იცოდეთ. მოყვება ესენი ხელშიც ანახე რაც მოყვება. ეს ტულკები მოყვება პატარა, ეყრება ზედა მხარეს, ვერცხლისფერ მხარეს და ჯდება ესე. ჯდება ეს კუზაოს სამაგრი ქარხნული არის რა. ეყრება ბოლტი და ეჭირება და მორჩა რა. რო იცოდეთ რო არ აგერიოთ, იმიტომ რომ წაღან რაღაცები ვერ გევიგეთ, ზამი რაღაცები მოყვება, იგი და რო ვერ გევიგეთ, მე დავა YouTube-ეთ და რო დავა YouTube-ეთ, ქე დავასვარკეთ, აგერ აყენია ყოლისფერი, ისე არის როგორც ინდორ ფილმებში. ისე რო იცოდე დავით, ესეც ეგრე ხსნის. შენ როგორც მოხსენი ახლა, ეგრე მოხსნა და ეგრე აყენებს. ანუ არაა პრობლემა. ჩემთან არის ხსნა.
ხო და ესეც ეგრე აქვს მოხსნილი ეხლა რა, რომ უყურებდი დაშლას. აგერ შეგახედებთ, აი ეს სტულკები მოყვება ხალხ. აი ეს ორი აქეთ იქით რაც დგას რა. ეს არის ჩვენ რეგულირებადი სტержინი. ჩანა ზამი აქეთან ყველაფერი არის. ისე რა უარს ინდურ ფილმებში ზამი ნახე რა სოუშოვა მაშინა. ჩემი გააგიჟა მაშინა, ჩემი ზემოდა გამოატარა. აქედან კიდე აქედან გადავუყო შეჩი. და ეგ არის. კაი, აწყობა დაიწყებს ახლა და განახებთ ყონელ არ დავარდე მართლა სულავს ეგ მაგათ. გაჩინო ჩავჭარი დავიღე ხა. როჩე ხალხო ბექა არ არის, ჩვენ ვიხელთეთ დრო და კამერით დავბივართ იქეთ აქეთ. დავითამ ორივე მხარე დააყენა, მარჯვენაც და მარცხენაც და ეხა იწყება დავით რა დაჭერა, ხო? დაჭერა და მერე სუხოის დაყენება. ცოტა ხელს კი უშლი, მაგრამ ესეთია ერთი და მეორე არის ესეთი. ესეთ ეტაპზე ვართ, კაროჩე და სუხოის დაყენება სო დაიწყებს გაჩვენოთ. გიოს ჩვენთან არის ფიქრობთ რომ აქ არა. აი, ამის უნდა დავაყენოთ. კაროჩე მოარგო დავითამ. აი ესე დაყენდება რა. და ეჭირება. აქ პლუს სარეგულირებო სიმაღლეს. ანუ რამდენზეც დაატრიალებ, ზემოდან დამჭერი აქ, დაატრიალებ, დააყენებ სუხოის გაასწორებ ორივე სანაბრად, გადაუჭერ და ვსო. და პლუს კიდე აქ ესეთი სასმასკი დაუტით რომ ეტიპობრივად დასმასკო ადამიანმა ჭრიჭინი არ დაიწყოს არ გამოშლეს. აჰა, გასაგებია. ხალხო დავაყენეთ სუხოი. ხოძე ვარ. ხოძე ვარ ყველანაირად. დაგვრჩა აწყობა რა, დავით არეგულირებს, რომ ყველანაირად ვიყოთ ტრეკისთვის მზად, მოგეხსენებათ რომ ეხლა გამოდივარ საქართველოს ჩემპიონატზე და ღმართის ჩაძლევა, არა მართლა სერიოზულად, სრული. დავაყენეთ, მოდი მურთო ანახე. ესე რეგულირდება. ამის გარეშე დავით რანაირად ვაყენებ. ვერანაირად ვერ დადგებოდა მაშინ. ხალხო ნახეთ რა თარნერებში ვართ რა. აგერ ერთი წუთი გადავუსვობ. თარნერი აქეთაც. აქეთაც თარნერი. აგერ თარნერ მოტორსპორტი. ვინც გამისწორა, მივალ. და ახლიდან გავასწორებინეთ მაშინ. არ შეიძლება რომ ამას აერია? არა, ეს ვერ არის. ანუ ეს ზედა გიტარებზე გაქვს ხვაობა რა სიმაღლეში აქედან. აქ ხო გაქვს არეგულირებო შენ პრუჟინაზე. ხო. ერთი გიტარა ევრად მაღლა არის. გიტარა ხო არა გაღონული? არ არისო გიტარა გაღონულია. მე გიტარე ხიდის ქვეშ. რაში რიწელი ბაჩოკი და მთელი ამბები უნდა დავაყენო და მე და მურთომ გზაზე უნდა დავადუღოთ რა. მე დავითას უნდა გავასწროთ ხალხო. უი, არ ჩამისვია ვიდეოში. არ ჩამისვია ხალხო ვიდეოში დავითას რო გავასწარი უკვე და არ ჩასვამ ხოლმე და ბევრი არ დარჩა ხო? არა, ვარეგულირებ. დაარეგულირებს დავითა და მე დავშლით ზეიდან. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ თემქაზე და თქვენ უყურებთ თემქა ბიჩის განხილვას. საწახვეთი შეჩემა. ბიჭო, ზუსტად დგება რა, აი ვიდეოები რაღაცეები ვნახე, ზუსტად ლამაზად დგება აქ. გადავედით რაშირიწელი ბაჩოკის დაყენებაზე. დაიშლება, ეს მოიხსნა ყველაფერი და აქ ლამაზად დადგება რა. სილამაზის პონჩი უფრო არის სიმართლე რომ გითხრათ, რაღაცა არ მგონია რომ რაღაც პერფორმანსში რამე ის მისცეს. პირიქით რა, დარწმუნებული ვარ ეს ალუმინი უფრო ცხელი იქნება რა. აქ რაც შედის, ეგ გაუტყდათ ერთხელ არა და ჩვეულებრივ გამოვაძრო იმ ბიჭმა და გატყდა ერთხელ და კაროჩე აი ტანჯვა ყველაზე ფრთხილად მოხსენით ეს. თუ დაგჭირდებათ ეს რაშირიწელი ბაჩოკი ვისაც პრობლემა გაქვთ, იმიტომ რომ ზაფხულში რო ხურდება რაღაცათან დაძვალებისგან პლასმასი როა მაინც ას ყდება ხოლმე ან რაღაცა და თავი შლანგებით ყველაფრით ნახე აგზავნია რა ამის ლინკსაც აღწერაში დავწერ. თავისი ყველაფრით ჩამოდის, აგერ თარნერის არის, შინგდანაც რაღაც ლამაზია, კოხტა ტიპი არის მაგარი და ლამაზად ქარხნული როგორც დგება, ისე ლამაზად დგება, მაგრამ კაპოჩი გექნებათ უფრო რაღაცა ისეთი aftermarket დეტალები რა. აგერ თავისი წყლის დაჩიკი მოყვება დონის, მაგრამ რაღაცა ვერ მიდის. ეს რატომ მოყვაურობ? რა? მანამდე ხო მარტო ის გამოვიდა. მაგრამ ერთი დაჩიკი არ დგება და. ეს დადგება უეჭველი, იმიტომ რომ ალუმინის არის გაჩარხვა. არა ბიჭო, უნდა ვანახოთ ხალხს ზაშლის პროცესი, ხალხო, ნუ რა უნდა მიშვებს. ბიჭო, რაღაცები მინდა რომ მოხსნა ხიდი რამე რომ მე და არ მიდის. მოხსენი და იგუგუნე და იყავი.
შეხედეთ ხალხო რა გაუკეთა უყურე შპილკას გატეხა დაამტვრია შიგნით ჩატოვა რა ვიცი მოსაღო რა ესეთი ხელოსნები თუ ხართ და ეს რა არის დავით მონი ხალასტოის არა ისე ტემპერატურაზე დაჭრილი temperature sensor აი ეს შლანგი არის ხალხო აი ეს არის ცხოვრების გამწარება ამას მე წავიღებ სახლში რა რო იცოდეთ და ამას წავიღებ მე სახლში ვისაც M3 მიყავთ რა შეიძლება დაგჭირდეთ გამწარდეთ შუაღამისას სადმე დაგტოვოთ ამ შლანგმა და მე გაჩუქებთ ვახ ჩემი წყალი დაღვარაო იძახეს გამოხდილ წყალს ხევ მორო სხვანაირად აპირებს. მე არ ვიცოდი რა ვიცი. ეს შლანგი მოდის და მე ესეთი ხდება და. იმიტომ რომ გატეხილია ქართულად. ის წამოიცმევა უეჭველი? ის ამაზე წამოვაცოთ კიდე. ხო და წამოიცმევა თქო? წამოცვით როგორ რა სისულელეს ვკითხულობ, როგორ არ წამოიცვის. სისულელე რო იკითხე შენ წავიცი. აგერ ოყურე მურთა, ოყურე შეხედე. ლეგენდა ჩვეულებრივი. ეს შლანგი შეინახება, ცოტა აპასნია კი რა ეს შლანგი არის ლეგენდა. მურთო ეს არის ოდნავ რო გადახარო შეიძლება გატყდეს. არა, მე ვის უნდა დავითი. წეგანო წვრილი ის გაატარე რა შეგინც. მიდი აბა ყველი თუ მოხს. შენ ყველი ხსნა ხოლმე რაღაცა. შეხედე? ახლა რა უნდა მურთო? აი ოყურე. წკაპანემ, ხედავ, ბიჭო, ხერხი ჯობია ღონესა. თუ კაცი მოიგონებს, ხედავ წეგან როგორ ეჭიდავა თავიდან. ეს გვაქვს, რო იცოდეთ, არ ეძებოთ. ვისაც გაგიფუჭდებათ, მოძალ პიზდეთ. დაჭამის ერთმანეთს. ეს ნახე მურთო როგორია? მართლა. ეს არასდროს მეორე პარკი. ეს კაროჩე იგრიცება და ყველაფერი ემართება. მოდი აბა ნახე. კი, ზუსტად იგივეა. შეხედეთ, ბიჭო. ანუ რატნოი რა? ნახეთ ხალხო. მოკლედ, თუ ვინმეს პრობლემა გექნებათ ამ წყლის თემაზე რა. ამის ლინკიც აღწერაში იქნება, რომ ნახოთ რომ რამე ზბორად მოდის ეს ყველაფრით. ნახეთ, როგორც შეჯდა საკაიფოდ. მაგერ და ეს არც გაფუჭდება არასდროს. Never say never, რა მორო. ეს არ შეგვაწუხებს არასდროს, რაც ყველაზე მთავარია. და არიტირებ. და არ ვიტირებ. იმას ხსნით. აირბოქს ხსნით რა. რომ აქ შტეკერსაც ვნახავთ ტემპერატურის გადაკეკილია როგორც წეგან ნახა გიომ. ხო და თან გვინდა რომ ხალასტოი ხოდის ეს რეგულატორი ის ვქნათ რა გავრეცხოთ რომ შეიძლება მაგის გამოატრაკებდეს რა აბაროტებსაც ათამაშებს არევას რო იწყებს რა. მართი ეს მოხსნათ მაგრად მაინტერესებს სრულავეში რა ხდება რა ამას იმდენი გაზდის აი ყველაზე მეტად მაღიზიანებს 6-8 მთელ მანქანას. მაჩუქში? ხო. რა ხდება ამ სანიკი და ის ყველაზე ხშირად ხო და ეს ჩავა მალე. რა სანიკი შავია. ეგ ვიცი კი. ეგა. და შიგნით თუ არ გაის. ხე? ეგ მაინტერესებს. მაგრამ აი ფერზეა და. დინამომ დამიწვა სპიდომეტრზე ის აკუმულატორს რო ანთებს და მაგაზე დამიერთა რა. პროსტა გაკიქა? ხო, პროსტა გაკიქა და მაგაზე დამიერთა რა. ეს რისია? ეს. ბიჭო ეგ ავტომატიკის კაბინის გავიგე, მაგრამ და მე და სად მიდის ეს რას შოვა? ავტომატიკის კარობკაში. კარობკამს აყენი? SMG-ში ამბობ. ხო, და რატო არის დარჩენილი აქ? რო პრაუტკა იგივე გაქვს, ხო არა მოგიღია. ეგ მოყვება პრაუტკას.
ავტო ხო რა მოგიღე. დამაში რომ რამე წყალი ჩავიდეს ან რაღაცა. ის ისინი იქნება, პინები ამოცლილი იქნება საერთოდ მაგის. პროგრამულად ხო გაუქმებულია კარო. პროგრამულად კი. ეს მაშინ ის ნატურა დამეყენა გიო რომ სანამ სპიდომეტრის იმას გააკეთებო ეხა მაგალითად. შენ ჩახსენი თუ ჩახსნილი? ჩავხსენე უნდა შევფუძოთ ესე. აი მასებსაც გადავამოწმე. მასევიც ეს დინამოს პლუსი აქ რომ მოდის. ეს კაბელი რაც გვეგონა შეიძლება ყოფილიყო ის კაბელი არ არის რა. სუდია თქო როგორ უნდა ვთქვა? არა, კაი იქნებოდა რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ მარტივად მოგვარდებოდა, მაგრამ მაინც კაბელი ძალი იმიტომ ვერ იქნებოდა რომ კონტაქტი ეკარგებით ძირითადად აი მაგალ გაზზე ჩაფარებაზე უცბად შეიძლება ჩამოვარდეს ზეთის ტემპერატურა რა. მაგ დროს აღარ აჩვენოს უცბად რაღაცა გიждდება მაგ დროს და აღარ აჩვენებს და არ ვიცი რა. ჭორაობაში გავერთეთ და ვეღარ მოგიყევით რა ხდებოდა. ნუ ინტეიკი რომ მოხსნილი იყო კი ნახეთ. გაჭედილი იყო ხალასტოი ხოდის რეგულატორი, გამორეცხა კარგად დავით ამ ყველაფერი გაასუფთავა, კაროჩე ძალიან გაბიდნული იყო, გაუბედურებული იყო ეს ხალასტოი ხოდის რეგულატორი, გავრეცხეთ. თარნერის ეს უკანა სვეიბარიც დავაყენეთ, აგერ არის. თავისი უკანა რეგულირებადი სტержინებით ესეც დაყენებული არის აგერ ნუ თარნერის ხიდის ის რო გვაქვს კი იცით ესე იგი ეს პილნიკი გვაქვს შესაძლებელი აქ გაუბედურებულია ჩავასხით ანტიფრიზი დავაყენეთ ეს რაშრიწელი ბაჩოკი ზემოდან რა გავაკეთეთ ინტეიკი მოხსენით და ნუ ის რო გარეცხა ეგ თქვი ხო იმაზე არ გაგვირკვევია არაფერი საბაროტის თამაშზე და რაღაცეებზე. ამას მე მაინც გამოვიწერ კარტერზე რაც დგას ზეთის ტემპერატურის დაჩიკი რა და ისე ვცდი მოგვარდება თუ არა. მაგასაც გააგებინებთ მე შემდეგ ვიდეოში, იმიტომ რომ ბევრი რაღაცაა ჩამოსასვლელი და ისინიც უნდა დავაყენოთ. ხო და დავაჰაერებთ ეხა და ეგ არის რა, მეტი არაფერი არა ამ ვიდეოში დარჩენილი. ერთადერთი ის არის რომ კიდე დასაშლელი გვაქვს. რულავოის გამო. ეს ინტეიკი კიდე მოსახსნელია, დაბლიდანაც მოსახსნელია რაღაცაები, იმიტომ რომ რულავოის მთელი ნაბორი ჩამოდის შლანგები და ვაფშე ყველაფრით რა. და კიდე დასაშლელი იქნება რაღაცეების გამო. მაგას შემდეგ ვიდეოში ნახავთ რაების გამო. კაროჩე გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, თუ მოგეწონათ იასნე, თუ არ მოგეწონათ, ნუ დაალაიქებთ. ბევრი რაღაცაა დარჩენილი. ცოტა რაღაცა არ გვაქვს საჩალიჭო, ბევრი რაღაცაა დარჩენილი და შიგადაში გაგაგებინებთ ხოლმე რა, სიახლეები რაც იქნება. იმედია მოგეწონათ რა ვიცი. ეს რა არის? მანქანა გავაკეთე და ეხა გამოვჩნი კადრში. მანქანას ხო მანქანას აკეთებ და კადრში გამოვჩნი. ამ ბოლო დროს ვაფშე მანქანას აღარ მიკეთებ ხალხო რო იცოდეთ. ესე მე გითავიდანვე ხო გითხარი სულავა თუ დაგიკომენტარებს გაგიკეთებ მანქანას მე არ დაგიკომენტარა. სულავას კომენტარი თუ იქნება შემდეგ ვიდეოში რულავას სულავა გააკეთებს.